საქართველოში 2025 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. პირველი 10 თვის საშუალო რეალური ზრდა შეადგენს 7.6%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობები, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები. კლება დაფიქსირდა მშენებლობის, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის და ენერგეტიკის სექტორის მიმართულებით. 2025 წლის ოქტომბერში წინასწარი მონაცემებით საქონლის ექსპორტი გაიზარდა 0.4%-ით წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო იმპორტი შემცირდა 3.1%-ით. ამავე პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა დაახლოებით 6000 ახალი საწარმოს რეგისტრაცია, რაც 11.2%-ით შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. შემცირება ძირითადად განპირობებულია ადგილობრივი ინდმეწარმეების რეგისტრაციის შემცირებით. 7%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 15 მილიარდ 500 მილიონ ლარს გადააჭარბა.